ეს არის ამარანტე, ულამაზესი ქალაქი ჩრდილოეთ პორტუგალიაში, რომელიც ცნობილია თავისი ქვის ხიდით, ისტორიული ქუჩებითა და მდინარე ტამეგას ულამაზესი ხედებით. მეგობრებო, დღეს ვარ ამარანტეში. მე და ალექსი ბიძია. რომელიც უფრო და უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება. მოკლედ ძალიან კარგი ადგილია. ტურისტულად ახლა პორტუგალიაში რო ჩამოდიხართ, ადგილი არ არის რომ ტურისტულად ღირდეს ნახვა. მაგრამ აი დასასვენებლად დრო აი გონება განიავა და ისე ძალიან შვიდი და ლამაზი ადგილია. ამარანტეს სიმბოლო სწორედ ეს ხიდია, რომელიც ტამეგას მდინარეზეა გადებული. ის საუკუნეების განმავლობაში ქალაქის მთავარი კავშირი იყო და დღესაც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილია, საიდანაც ამარანტეს სილამაზე საუკეთესოდ იშლება. 1, 2 და 3. აი ზუსტად ვიცოდი რომ ჩავარდებოდა და მაგიტომ უღებდი და ვარ და კიდეც. Alex has double protection, okay? Yes. ერთი ეს კასინკა და მეორე you are really my friend because you protect yourself from sun. I am proud of you. ჩემი ეფექტი. Yeah, this is better. It protects you more. აქ კამერა დავაყენე და ალექსის ვთხოვდი, რომ ბუნებრივად მოქცეულიყო და კამერასთვის ყურადღება არ მიექცია, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. დაბნეული იყურება იქით. Just pretend that it's not there. ახლა რაღაცა წერმა მიკვინა და მომატყვა მე ხუმრა რომ აქ ოცეში მწერები არის, ფრთხილად იყავია და უცებ თვალები გადავატრიალა, მე კი სურდა თუ რაგერ მიკვინა. ალექსის უყვარს ფოტოგრაფია და იღებს სურათებს, მაგრამ მე არ მიღებს. და დავუმახსოვრებ. ეხლა მიღებს. იმ ხეზე გადმოსვლისა ცოტა შემეშინდა. ფეხები ამიკანკალდა რაღაც მომენტში და მე თავი ხელში ავიყვანე, რომ მეთქი ანა პატარა წყალე თუ რამე ჩახტები ფეხით გავივლითო. და რა ნუ ეს სიმაღლეში უფრო და უფრო მეტად მიტევს, რასაც ვუყურებ. ჩემმა ერთმა მეგობარმა მომწერა გოგომ, რომელიც შემხელა არის, რომ რაღაცა ფესტივალი არის ოპორტოში და წავიდეთო. ისე მეზარებოდა და ისე ანუ ის მე არ მიყვარს ეს ფესტივალები. ხო და აგერ მე და ალექსი ვსეირნობთ წყნარადებში და ბუნებაში. ტკბებით ხედებით, ლაპარაკობთ, მაძლევს ცხოვრებისეულ რჩევებს. ბევრად უფრო მომწონს ამ სიტუაციაში ყოფნა, ვიდრე ხა წავსულიყავი პორტოში. რაღაც ფესტივალზე. ანუ საერთოდ რო არ მიყვარს ტექნომუსიკა, საერთოდ რო არ მიყვარს არაფრიზე მდგომარეობაში ყოფნა და არც არაფრიზე მდგომარეობაში კადრი გაწყდა. ვამბობდი იმას, რომ არც არაფრიზე მდგომარეობაში მიყვარს ყოფნა და არც არაფრიზე მდგომარეობაში მყოფ ხალხთან მიყვარს ყოფნა, ანუ ამ გარემოცვაში არ მიყვარს ყოფნა. შესაბამისად, ყოველთვის მერჩენია ბუნებაში წავიდე, ვიდრე რაღაც ფესტივალებზე, კლუბებში და რაღაც იქ სადაც საჭიროა, რომ ცოტა რაღაც ჩაურტყა. პორტუგალია არის ერთ-ერთი ქვეყანა მგონი, სადაც ყავა უფრო ძვირი ღირს, აგერ 1 ევრო ვიდრე წყალი, აგერ still water 1 ევრო და 5 ცენტი. ფასებიც აგერ ნორმალურია რა. ნორმალური კი ძალიან ფია ყველაფერი.
მოვედით რომ დავლიოთ ყავა და ცოტა ხანი დავისვენოთ და მერე წავალთ ისევ სასეირნოთ. ხო და ალექს მეუბნება როგორც მამას დამპირდიო რომ პორტუგალიელს არ გაყვები ცოლად. ანუ არ მოწონს პორტუგალიელი ბიჭები. პორტუგალიელს და კიდე ერთი ქვეყანა მითხრა, რასაც არ დავასახელებ.